გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს დარჩით ჩვენთან. ჩვენთან ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება დღევანდელი გაშლის თემას, ჩემო კარგებო, მინდა ესეთი ახალი ფორმატით შემოგთავაზოთ საჯარო გაშლები. ყველა ჯერზე იქნება ერთი ვარიანტი და განვიხილავ სიტუაციას და პროგნოზს იმისთვის რომ არ აგერიოთ ერთი გაშლა მეორე გაშლაში და ასე შემდეგ მომდევნო გაშლებში, რაღაცა პერიოდი ამ სტილით გავაკეთებ ყველაფერს. დავაწერთ თარიღს, ატვირთვის თარიღს ისედაც ნახავთ ვიდეოს ქვეშ, მაგრამ მაინც პირველ კადრებზე დავაწერთ თარიღს და დავაწერ ნომერს, ანუ რომელი ნომერი გაშლა, კონკრეტული რაიმე თემა არ იქნება, უბრალოდ ყოველ ჯერზე იქნება სიტუაციის განხილვა და შემდეგ ვნახავთ პროგნოზს, თქვათ რა იქნება გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რჩევა იქნება ტაროსგან თუ რა ინფორმაციას მოგვაწვდიან, ამას გაშლის დროს ვნახავთ და ამას თქვათ ერთი კვირა, 10 დღე, რაღაცა პერიოდის მანძილზე გავაკეთებ სისტემატიურად. და რა თქმა უნდა, თქვენს გამოხმაურებაზე, დაინტერესებაზე, მოწონებებზე იქნება დამოკიდებული შემდგომში გავაგრძელებთ თუ არა ასეთი ფორმატით მუშაობას. ეს იქნება თითო ადამიანის ისტორია და ყოველ ჯერზე ახალი, როგორც თქვით, კონკრეტული თემა არ გვაქვს და ძალიან დიდი თხოვნა იქნება იაქტიუროთ, რათა მივხვდე რომ მოგწონთ თუ არა ასეთი სტილით მუშაობა და ნახოთ გავაგრძელებთ თუ არა შემდგომში ამ ფორმატით. ყველა ჯერზე ყველა ადამიანი მიიღებს თითქმის სრულფასოვან კონსულტაციას რაღაცა საჭიროებო საკითხზე. მას ასე დავიწყოთ გაშლა და პირველი კითხვა იქნება ვის სჭირდება დღეს ყველაზე მეტად პასუხის მოსმენა, ვის სჭირდება დახმარება, ნახავთ რა ხდება თქვენს გარშემო და მე ვნახავთ იმ მიღებული პასუხებიდან გამომდინარე რა სიტუაციას და რა პროგნოზს მოგვაწვდის ტარო. დავიწყოთ აბა ვისია დღეს ლაპარაკი, ვისთვის არის დღეს ინფორმაცია. აქ არის ლაპარაკი ადამიანზე, რომელიც საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს, ენერგიას, ძალას, წარმატებას არ უჩივის. ცეცხლისრვიანი ასევე გვეუბნება, რომ ადამიანი არის იღბლიანი, ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ადვილად აღწევთ დასახულ მიზნებს, სურვილების ასრულების კარტია, რა თქმა უნდა, ცეცხლისრვიანი და ასევე ცოტა მერყეობა გახასიათებთ რაღაცა თქვათ კონკრეტული საკითხის გადაჭრისას ან გადაწყვეტილების მიღებისას ცოტას მერყეობთ, აი ცოტას უფრო აგვიანებთ, წელავთ თითქოს, დიდხანს ფიქრობთ და პასუხის გაცემას თქვათ თუ კონკრეტულად რაღაცა პასუხს ელოდებიან თქვენგან არ ჩქარობთ პასუხის მიღებას, ესეც თქვენს დადებით თვისებებზე მიუთითებს, მართალია ყველა სიტუაციაში არ არის კარგი რომ დიდხანს იფიქროთ, დიდხანს გაწელოთ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ კარგია ის რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებთ, კარგად აწონდაწონით ყველაფერს და შემდგომ უდგებით მიზნების განხორციელებას. თუნდაც რაიმე საქმის წამოწყებაზე იყოს ლაპარაკი. სავსე ოჯახით ალბათ ბევრი ხალხი გარშემო, ბედნიერებისთვის თითქოს ყველაფერი გაგაჩნიათ, მაგრამ ვნახოთ რაშია საქმე, რატომ დაგჭირდათ დღეს ტაროს და ჩემი დახმარება. რატომ უყურებთ ამ ვიდეოს, ხო? დასტის ძირზე ხმლებისრვიანი გვეუბნება, რომ რაღაც გამოუვალი თითქოს გამოუვალი სიტუაცია შეგექმნათ. რაღაც შეიძლება აი ამ ყველაფერს რასაც ხედავთ დღესდღეობით წარმატებულ ძლიერ ადამიანს, შეიძლება რაღაცა ჩრდილი წამოადგა, რაღაცა პრობლემები შეგექმნათ და თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და
და ვნახოთ რაშია დღეს ეს თქვენი პრობლემა, თითქოს ხელი გეშლებათ, შეიძლება ამ წარმატებამაც, იღბალმაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ცოტა ზურგი შეგაქციათ და ვნახავთ ახლა რაშია საქმე. ჩემო კარგებო, პირველი რაც წამოვიდა ინფორმაცია, შეიძლება ერთისთვის და ორისთვის მაგალითად, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ იქნება მასიურად ყველასთვის, იქნება რამოდენიმე კონკრეტული ადამიანისთვის, ერთეულებისთვის და აქ სხვადასხვა სიტუაცია შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ყველაზე მეტი ინფორმაცია ეხლა რაც მოდის, გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა. მაგრამ ეს პრობლემა როგორც ჩანს გაზვიადებულია. თქვენ გონიათ რომ გამოვალი მდგომარეობა შეიძლება რაღაც დაავადებაზე არის ეჭვი, მაგრამ არ არის დადასტურებული, ექიმებთან გიწევთ ურთიერთობა, რაღაცა მანიპულაციები, ჩარევები, ასევე ჩემო კარგებო, მეორე ვერსია რაც შეიძლება იყოს, რომ რაღაცა ისეთი უსიამოვნო სიტუაცია გადაგხდათ თავს და სამართალდამცავ ორგანოებთან გაქვთ საქმე და გეშინიათ პატიმრობის, ან თქვენი ახლობლის პატიმრობის და აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ჯანმრთელობის და თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით გიწევთ ხშირი ურთიერთობა ან კონკრეტულ პიროვნებასთან, ან რამოდენიმე ადამიანთან, აქ ხარჯებზეა ლაპარაკი, თანხებს ითხოვს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ისე ვასწავლი რომ ან ექიმებში ხარჯავთ ფულს, ან ადვოკატებში მიდის მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები იწელება და ფიქრობთ რომ თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებით. და ვნახოთ აბა მაშინ პროგნოზ რას გვეტყვის ტარო აი თქვენს სიტუაციასთან დაკავშირებით. მართლაც გამოუვალ მდგომარეობაში ხართ თუ არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. რომ წინასწარ გეტყვით რომ მე მგონი გაზვიადებულია ეს ყველაფერი. თქვენი შიშებია უბრალოდ. ჩემო კარგებო, გამოსავალი ნამდვილად არის, დიდხანს არ დარჩებით ამ მდგომარეობაში. მართალია რაღაც გადაწყვეტილების, მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ და თითქოს ლოცულობთ, ნატრობთ და აი არ ვიცი, ყველა იმას ტექნიკას მიმართავთ, აფერმაციებს მიმართავთ, არ ვიცი, ვის რა ეხერხება, მედიტაციებს მიმართავთ და ყველა ხერხს იყენებთ იმისთვის, რომ როგორმე წარმატებას მიაღწიოთ ამ თქვენს რთულ სიტუაციაში და გამოხვიდეთ მდგომარეობიდან და ნამდვილად წყლის სამიანი, ანუ ფიალების სამიანი, როცა ამოდის კონკრეტულ საკითხებზე, კარგად დამთავრდება თუ არა, მივიღებ თუ არა საბუთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყოველთვის დადებით პასუხზე მიანიშნებს და ზუსტად ისე ხდება ხოლმე, რასაც ტარო გვეუბნება, ანუ როდესაც დადებითი პასუხი არის. ეს არის დღესასწაული აღნიშვნა რაღაც სიტუაციის და გამოხვალ. ეს გადაწყვეტილება შეიძლება რაღაც თანხებთან დაკავშირებით იყოს, თქვათ, ვალის აღება, ან რაიმეს გაყიდვა ოჯახიდან, მაგრამ ეს აუცილებლად, ჩემო კარგებო, აქ თანხაზეა ლაპარაკი, თქვენს საქმეში მოგიტანთ წარმატებას, თუ არის თქვათ გირაოთი, გათავისუფლების შანსი ადამიანის გამოიყვან გირაოთი, თუ ჯანმრთელობის პრობლემას ეხება და ეს თანხები გჭირდებათ, ეს ყველაფერი მანიპულაციები, ქირურგიული ჩარევა, მკურნალობა, თუ სხვანაირი თერაპიები, აუცილებლად გამოიწვევს ეს გაღებული ხარჯები დადებით შედეგს და აღარ იგრძნობთ თავს ესეთ უმწეო განადგურებულ მდგომარეობაში, როგორც დღეს აღმოჩნდით და ფიქრობთ, რომ არ არსებობს გამოსავალი. თანხაზე გაქვთ პრობლემა,
გამოჩნდება დამხმარე, მოგცემთ ამ თანხას, ვალად იქნება პროცენტით თუ თქვათ რაიმე ქონების ან მოძრავი ან უძრავი ქონების გაყიდვის საშუალებით მიღებული თანხის მიღება, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს. მართალია მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჯანმრთელობა და თავისუფლება ნამდვილად ღირს. და მომავალში ჩემო კარგებო, ისევ შეძლებთ იმ დანაკარგის ანაზღაურებას. ველოდები გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, როგორც თქვი თავში, როგორც აღვნიშნე, დავაწერ თარიღს ჩაწერის და ატვირთის თავისთავად ექნება ვიდეოს ქვეშ და დავაწერ ნუმერაციას და ესე მიყოლებით გავაკეთებ რამოდენიმე გაშლას ამ ფორმატით და თქვენზეა დამოკიდებული შემდგომში ასე გავაგრძელებთ თუ არა. მომავალ შეხვედრამდე.